ქართული MMA-ის სამყაროში დიდი ეიფორია დაიწყო, როცა UFC 323-ის ისტორიული დაპირისპირება დასრულდა და საბოლოოდ მსოფლიო მიხილა ის გაცხელებული დრამა, რომელიც წლების განმავლობაში ნელ-ნელა იზრდებოდა. დუელი მერაბ დვალიშვილსა 136 კილოგრამის სიმძიმით მომზადებულ ფორმაში და პეტრიანს 61 კილოგრამის კატეგორიაში საკუთარი სტანდარტული ფორმით შორის არ ყოფილა მხოლოდ სპორტული შეჯიბრება. ეს იყო მთელი ემოციური ფონი, დაძაბული ურთიერთობები, დაპირისპირებული ბანაკები და შემდეგ მოულოდნელი პატივისცემა, რომელმაც ყველას გააჩერა. საპატიო კომენტრით გამოვიდა ის ადამიანი, ვისგანაც ყველაზე ნაკლებად ელოდნენ ასეთ დიპლომატიურ პოზიციას, ისლამ მახაჩევი. მახაჩევმა საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა სიტყვები, რომლებმაც მთელი MMA-ის საზოგადოება დაამუნჯა. მან დაწერა: მერაბ, შენ ხარ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მებრძოლი, ვინც ოდესმე ამ ოქტაგონში შესულა. პატივსცემ შენს გზას. პეტრი, გამარჯვება დაიმსახურე. ეს სიტყვები შემთხვევითობა არ ყოფილა. სწორედ იმიტომ, რომ რამდენიმე თვის წინ ურთიერთობა დაღესტნის გუნდსა და მერაბის ბანაკს შორის საკმაოდ დაიძაბა. მაშინ, როცა მერაბი ემზადებოდა უმარ ნურმაგომედოვთან შესაძლო შეხვედრაზე, სიტუაცია გამწვავდა. იყო პირდაპირი ნასროლი ფრაზები, ირონია და მცირე დაპირისპირებებიც კი. მაგრამ ახლა, როცა ყველაფერი ოქტაგონზე გადაწყდა, მახაჩევმა სრულიად სხვა მხარე აჩვენა, უფრო მშვიდი, მკაფიო, სპორტსმენული და პატივისცემით სავსე. მერაბმაც არ დააყოვლა. მიუხედავად იმისა, რომ სასტიკ ბრძოლაში დამარცხდა და პეტრიანმა იდეალურად გააკონტროლა ყველა რაუნდი, მან აღმართა თავი და სპორტსმენივით უპასუხა. მან მახაჩევს მიუწერა: გილოცავ ჩემო ჩემპიონო, ველტერ ვეიტის ახალი მეფე დამსახურებულად ხარ. ქართულმა აუდიტორიამ ამას განსაკუთრებული თვალით შეხედა. ბევრი ფიქრობდა, რომ კონფლიქტი გაჭიმდებოდა, ან უარესი გადაიზრდებოდა პერსონალურ დაპირისპირებაში, მაგრამ პირიქით მოხდა. ამ ჩანაცვლებულმა პატივისცემამ საზოგადოებას აჩვინა, რომ მსოფლიო MMA-ში, მიუხედავად უმძიმესი ბრძოლების, მიუხედავად ემოციების, საბოლოოდ ყველაზე დიდი ძალა მაინც სპორტსმენობას, სიმართლეს, შრომის მოყვარეობას და თანასწორ პატივისცემას აქვს. არაერთი ქართველი ფანი წერს, რომ მერაბმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რას ნიშნავს ბრძოლა ბოლომდე, რას ნიშნავს ქართულად, ღირსეულად დგომა. მახაჩევმა კი დაამტკიცა, რომ ჩემპიონი მხოლოდ ოქროს ქამრით კი არა, ხასიათითაც იზომება. ამ პატარა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანმა რეკონსილიაციამ MMA-ის სამყაროში ახალი სითბო შემოიტანა. ბევრს აქვს იმედი, რომ ახლა, როდესაც დაპირისპირების მძვინვარე ეზო ცოტათი დამშვიდდა, მომავალში შეიძლება კიდევ უფრო საინტერესო ბრძოლები, ახალი ისტორიული შეხვედრები და რეალური სპორტული მეგობრობაც კი დავინახოთ. საბრძოლო სპორტის სამყაროში ძალიან ხშირად ხდება, რომ კონფლიქტები და უხეში კომენტარები ბალიშივით ფარავს იმას, რაც რეალურად დგას სპორტსმენის გულის უკან. მძიმე შრომა, ყოველდღიური დატვირთვა, ბრძოლა საკუთარ თავთან, შინაგანი ფუჭის შიშების გადალახვა და შეუპოვრობა, რომელიც არც ერთ ადამიანს ისე არ უჯდება, როგორც მებრძოლს. მესამე რაუნდში, როცა მერაბ დვალიშვილი ცდილობდა შეტევის ტემპის გაზრდას, პეტრიანმა საოცარი კონდიციით მიიღო ყველაფერი და ისევ თავის ესტაკადას დაუბრუნდა. ამ დროს ბევრმა ქართველმა გულშემატკივარმა დაინახა, რას ქელკანიანი და შეუჩერებელია იანი თავდაცვის მხრივ. მაგრამ ამ ყველაფერს ფონი ჰქონდა. მთელი მსოფლიო დაელოდა მახაჩევის რეაქციას. იმ მომენტში, როცა ისლამ მახაჩევმა საჯაროდ აღნიშნა, რომ მერაბი ერთ-ერთი უდიდესი მებრძოლია, სწორედ მაშინ დაიწყო ახალი ეტაპი. ეს სიტყვები არაფერს გავდა, რასაც ადრე ვხედავდით სოციალურ ქსელებში. მათში არ ჩანდა ირონია, არც ზედმეტი დიპლომატია, ეს იყო ჭეშმარიტი აღიარება. მახაჩევმა გამოიჩინა ადამიანურობა, რომელიც ხშირ შემთხვევაში ჩხუბისტურ გარემოში იკარგება. მერაბ დვალიშვილიც ხასიათით ყოველთვის გამორჩეული იყო. ყველა მიცის მისი დაუღალავი კარდიო, მისი შეუფერხებელი წნეხი, ის როგორ მიდის წინ და წინ, მიუხედავად დაღლილობისა, მიუხედავად სუნთქვის უკმარისობისა. ეს ის სტილია, რომელიც ყველას უყვარს, გულანთებული, პატიოსანი და შეუნდობელი. და სწორედ ამიტომ იყო მის მიერ დაწერილი სიტყვები მახაჩევისადმი ასეთი ფასეული. ახალ ველტერვეიტის ჩემპიონს ვლოცავ, დამსახურებულია. ეს ფრაზა ბევრად მეც ნიშნავდა, ვიდრე უბრალო მოლოცვას. იმ მომენტში თითქოს მთლიანად განიმუხტა ის დაძაბულობა, რომელიც წლების განმავლობაში ლამის შავღრუბლად ეკიდა ორ ბანაკს შორის. დაღესტნელებსა და ქართველებს ხშირად ასაღებინებენ ხელოვნურ დაპირისპირებას, მაგრამ რეალური სპორტსმენები ყოველთვის პოულობენ საერთო ენას, რადგან ორივე მხარე მუშაობს სისხლის ფასად. ფანები ახლა უფრო მკაფიოდ ხედავენ, რომ სოფლიოს ჩემპიონი არ იქმნება მხოლოდ ბრძოლებით. ის იქმნება იმითაც, თუ რა სიტყვას იტყვის მარცხის შემდეგ, როგორ მოიქცევა გამარჯვებისას, როგორ აიღებს პასუხისგებლობას საკუთარ ქცევებზე.
მახაჩევის და მერაბის ეს მცირე, მაგრამ ღრმა ჟესტი ყველას მიანიშნა, რომ პროფესიონალიზმი ბევრად მაღლა დგას, ვიდრე ნებისმიერი ემოციური აფეთქება. პეტრიანმაც უკანა კულისებში საკმაოდ მშვიდი და მოწესრიგებული ხასიათი აჩვენა. მისთვის გამარჯობა მხოლოდ სტატისტიკა არ ყოფილა, მან გაიმარჯვა მოწინააღმდეგეზე, რომელიც ვერასდროს ნებდება. მერაბი ხომ ცნობილია თავისი უძლური ხასიათით, როცა 5 რაუნდი სულ წნეხზე დგას და ჩაგიშლის გეგმას. თავს არ მოგაცევს, სუნთქვას დაგახუთებს, ფეხების მუშაობას დაგანგრევს. ამჯერად კი იანმა შეძლო მისი ტემპის კონტროლი, რაც ბევრისთვის თითქოს შეუძლებელად მოეჩვენებოდა. ქართული აუდიტორია განსაკუთრებით ამაყია მერაბით, რადგან ის არასდროს შედის ოქტაგონში დასაკვლებლად. მას აქვს თავისი პრინციპები. ბოლომდე ბრძოლა, პატივისცემა მოწინააღმდეგისადმი, საკუთარი ქვეყნის ღირსების დაცვა და გულწრფელი სამსახური სპორტისადმი. ეს პრინციპები სწორედ ისაა, რაც მას მსოფლიოში ცნობილს ხდის. და როცა ასეთი ადამიანი პატივსცემს ისეთ გმირს, როგორიცაა მახაჩევი, ხოლო მახაჩევიც პასუხობს იმავე დონეზე, ეს უკვე სხვა ზომის ამბავია. ეს ნიშნავს, რომ MMA-ის გლობალური სცენა უფრო მოწიფთა, უფრო მოზრდილი გახდა და აღარ არის მხოლოდ ტრეშ თოქზე მიდაბული. ამ ყველაფერმა გულშემატკივრებს იმედი მისცა, რომ მომავალში შესაძლოა ვიხილოთ სრულიად ახალი ურთიერთობები, ახალი კოოპერაციები და შეიძლება რატომაც არა ერთ დღეს მერაბისა და მახაჩევის ერთობლივი სანაკვეთო მომენტები, სადაც ისინი ერთმანეთს ანალიზებენ ბრძოლებს, აკეთებენ ბრეიქდაუნებს ან თუნდაც ერთმანეთს ეხმარებიან მონზადებაში. ეს ყველაფერი რომ ერთმანეთზე შესანიშნავად გადაბმული იყო, ბოლოს კი მონელა ბრაზერჰუდის სიმღერის ფონმა თითქოს თქვა, ესაა ახალი ერა, სადაც ბრძოლის შემდეგაც არსებობს ადამიანურობა, მეგობრობა და სპორტული სულიც.